მოგესალმებით, მე ვარ სალომე გაგნიძე. ჩვენი დღევანდელი ლექციის თემა არის ნარდობის ხელშეკრულება და მისი სამართლებრივი რეგულირება. მოდით სანამ უშუალოდ იმ სამართლებრივი ნორმების განმარტებას დავიწყებდით, რომელთაც დღესდღეობით ნარდობის ხელშეკრულება რეგულირდება, ორიოდე სიტყვით ვთქვათ, თუ რა სამართლებრივი ინსტიტუტია ნარდობის ხელშეკრულება და რამდენი ხნის ისტორია აქვს მას. ნარდობის ხელშეკრულება ეს არის ვალდებულებით სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მარეგულირებელი ნორმები გვხვდებოდა ჯერ კიდევ რომის სამოქალაქო სამართალში. დღესდღეობით კი ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, უფრო ზუსტად კი ვალდებულებითი სამართლის კერძო სახელშეკრულებო ნაწილში. ნარდობის ხელშეკრულება ეს არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხელშეკრულება, არა რა თქმა უნდა იმდენად ფართოდ გავრცელებული, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება ამ ტიპის ხელშეკრულების დადებაც. იგივე ვთქვათ, როდესაც მიდიხართ სამშენებლო კომპანიასთან და გსურთ, რომ ამ კომპანიამ აგიშენოთ სახლი. იგივე ვთქვათ, როდესაც მიდიხართ ხელოსანთან და გსურთ, რომ ჩაგიტაროთ სარემონტო სამუშაოები ან სამკერვალო ატელიეში და გსურთ ტანსაცმლის შეკერვა და ასე შემდეგ. ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია ნარდობის ხელშეკრულებასთან. მოდით ახლა უშუალოდ დავიწყოთ იმ ნორმების განმარტება, რომელთაც დღესდღეობით რეგულირდება ნარდობის ხელშეკრულება. დავიწყოთ მოდით ცნებით და განვმარტოთ თუ რას ნიშნავს რა არის ეს ხელშეკრულება. როგორც თქვენ სლაიდზე ხედავთ, ნარდობის ხელშეკრულებას აქვს შემდეგი განმარტება სამოქალაქო კოდექსში. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. როგორც თქვენ ხედავთ და როგორც ჩვენ განმარტავთ, ნარდობის ხელშეკრულება ეს არის ორმხრივი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ორმხრივობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელია არა ერთი მხარის მიერ თავისი ნამდვილი ნების გამოვლენა, არამედ გამოვლენილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ თავისი ნამდვილი ნება. კონსენსუალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის ასევე აუცილებელია მხარეთა შორის იყოს შეთანხმება. რაც შეეხება სასყიდლიანობას, როგორც თავად მუხლის ინტერპრეტაციიდან ჩანს, ერთი მხარე მეორე მხარეს შესრულებული სამუშაოსათვის უხდის საზღაურს და ეს საზღაური განაპირობებს სწორედ იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის სასყიდლიანი. ლოგიკურია ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ კი ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოს შესრულებას. მაშინ რით განსხვავდება იგი შრომითი ხელშეკრულებისაგან, რომელიც ანალოგიურად ითვალისწინებს გარკვეული სამუშაოს შესრულებას დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს ერთი შეხედვით ძალიან გავს ეს ორი ხელშეკრულება ერთმანეთს, თუმცა რეალურად მათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. მოდით დეტალურად მივყვეთ და ჩამოვთვალოთ თუ რა განსხვავებებია ამ ორი ტიპის ხელშეკრულებას შორის. პირველი განსხვავება არის უშუალოდ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის. ჩვენ როგორც წეღან გავეცანით, ნარდობის ხელშეკრულებას ყავს ორი მონაწილე, ეს არის მენარდე, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარკვეულ სამუშაოს და მეორე არის შემკვეთი, რომლის სასარგებლოდაც ხდება ამ სამუშაოს შესრულება და რომელიც იხდის საზღაურს შესრულებული სამუშაოსათვის. როდესაც ნარდობის ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, კანონმდებელი ასე ცალსახად არ აკონკრეტებს, თუ ვინ შეიძლება იყოს მენარდე და ვინ შეიძლება იყოს შემკვეთი. ანუ რაც ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მენარდე, ისე შემკვეთი შესაძლებელია იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. მაგრამ თუ კი შრომის კოდექსს გადავხედავთ და იქ ვნახავთ დასაქმებულის განმარტებას, ეს დასაქმებულის განმარტება მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლის სასარგებლოდ ასრულებს რაიმე სამუშაოს. აქ უკვე აშკარად მკაფიოდ გამოიხატა კანონმდებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებული აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკური პირი და ლოგიკურია, რომ ის ვერც იქნება იურიდიული პირი. რაც შეეხება დამსაქმებელს, ის მენარდის და შემკვეთის მსგავსად შესაძლებელია იყოს როგორც იურიდიული, ისე
ფიზიკური პირი. მეორე განმასხვავებელი ნიშანი ამ ორ ხელშეკრულებას შორის არის ის, რომ მათ განსხვავებული ხელშეკრულების საგანი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებს რაიმე სამუშაოს შესრულებას, მათ აბსოლუტურად განსხვავებული ხელშეკრულების საგანი აქვთ. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ნარდობის ხელშეკრულებაზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს უშუალო შედეგი, რომელიც გამოხატული უნდა იქნეს მატერიალური ფორმით. რას გულისხმობს მატერიალური ფორმით გამოხატვა? მაგალითად, ჩვენ წეღავთ თქვით სამშენებლო კომპანიაზე, როდესაც მიდიხართ სამშენებლო კომპანიაში და მასთან აფორმებთ ნარდობის ხელშეკრულებას სახლის მშენებლობის თაობაზე. ნარდობის ხელშეკრულების საგანი იქნება სწორედ ის შედეგი, ის აშენებული სახლი, რომელსაც თქვენთვის ააშენებს მენარდე. რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებას, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თავისი პროფესიული ცოდნიდან თუ კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ასრულებს დამსაქმებლის სასარგებლოდ გარკვეულ სამუშაოს, რომელიც სამუშაოს გადაცემაც ხელშეკრულებით არ ხდება. ანუ მაგალითად, მე რომ ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციას, ამით ვასრულებ გარკვეულ სამუშაოს, თუმცა ეს არ არის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩემი შესრულებული ვალდებულება, ეს არის რა თქმა უნდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, ამიტომ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს შრომითი და ნარდობის ხელშეკრულება. კიდევ ერთი განმასხვავებელი ამ ორ ხელშეკრულებას შორის არის თავად არის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. როდესაც ვეხებით ნარდობის ხელშეკრულებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მენარდე და შემკვეთი ერთმანეთისაგან ქონებრივად არიან აბსოლუტურად დამოუკიდებლები და ისინი სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვისათვის პირადად და მხოლოდ საკუთარი რისკით არიან პასუხისმგებლები, რასაც ვერ ვიტყვით შრომით სამართლებრივ ურთიერთობებზე. შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში დასაქმებული პირდაპირ კავშირშია იმ ორგანიზაციასთან, იმ ადმინისტრაციასთან, სადაც ის არის დასაქმებული და შესაბამისად სამუშაო შემთხვევის დაღუპვის რისკი აკისრია არა დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელს. არსებობს კიდევ ერთი ტიპის ხელშეკრულება, ეს არის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ასევე ახლოს დგას ნარდობის ხელშეკრულებასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ისიც ითვალისწინებს გარკვეული სამუშაოს შესრულებას, თუმცა ამ ორი ხელშეკრულების გამიჯვნა ერთმანეთისგან არის საკმაოდ მარტივი, ვინაიდან ჩვენ როგორც უკვე ლექციის დასაწყისში აღვნიშნეთ, ნარდობის ხელშეკრულების შედეგი უნდა იყოს დამდგარი მატერიალური ფორმით, რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, მას ან საერთოდ არ აქვს შედეგი, ან თუ ასეთი შედეგი სახეზია, მაშინ ის გამოხატულია არამატერიალური ფორმით. ნარდობის ხელშეკრულების საგანს ძალიან ხშირად წარმოადგენს ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. მაგალითად, იგივე სახლის მშენებლობა, იგივე რაიმე ნივთის გადაკეთება, სამკაულის დამზადება, ტანსაცმლის შეკერვა და ასე შემდეგ. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ნარდობის ხელშეკრულებით ხდება გვაროვნული ნივთის დამზადება. ამ შემთხვევაში კანონმდებელი, როგორც თქვენ სლაიდზე ხედავთ, უთითებს იმაზე, რომ თუ საქმე ეხება, თუ ნარდობის ხელშეკრულება ეხება გვაროვნული ნივთის დამზადებას, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს ნასყიდობის წესები. თუ ნარდობა ითვალისწინებს ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ კი კარგად დავუკვირდებით ამ მუხლის განმარტებას, დავინახავთ, რომ მასში გამოიკვეთა გარკვეულწილად ნასყიდობის ხელშეკრულების ელემენტები, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებად შესაძლებელია ითვალისწინებდეს ნივთის დამზადებას და შემდგომ მასზე საკუთრების უფლების გადაცემას. მაშინ ჩდება კითხვა, როგორ უნდა მოვახდინოთ ნარდობის და ნასყიდობის ხელშეკრულების კლასიფიკაცია. ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო სამართალი არ იძლევა ასეთ ცალსახა განმარტებას, თუმცა ძალიან კარგი სარეკომენდაციო ხასიათის განმარტება აქვს 1991 წლის ვენის კონვენცია საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ, რომელიც საკმაოდ კარგად მიჯნავს ერთმანეთისგან შემთხვევებს, როდის გვაქვს საქმე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან და როდის გვაქვს საქმე ნარდობის ხელშეკრულებასთან. მოდით ვნახოთ თვითონ ვენის კონვენციის მუხლის განმარტება. იმ საქონლის მიწოდების ხელშეკრულება, რომელიც ექვემდებარება დამზადებას ან წარმოებას, ითვლება ნასყიდობის ხელშეკრულებად იმ პირობით, თუ კი საქონლის შემკვეთი მხარე არ კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მწარმოებელს თუ დამამზადებელს იმ მასალის არსებითი ნაწილი, რომელიც აუცილებელია ასეთი საქონლის დასამზადებლად ან საწარმოებლად.
მოდით განვარტოთ ეს მუხლი. პირველ რიგში შევეხოთ მასალის არსებით ნაწილს. ეს რა თქმა უნდა კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ამის რიცხობრივად განსაზღვრა, ვინაიდან წინასწარ დადგენილი არ არის რიცხვი თუ რა განსაზღვრავს მასალის არსებით რაოდენობას. მოდით მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი და უფრო უკეთ შევძლებთ გავიაზროთ თუ როგორ უნდა გავამიჯნოთ ნარდობის და ნაწყიდობის ხელშეკრულება ერთმანეთსაგან იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის დამზადება ხდება შემკვეთის მასალით. მაგალითად, პირობითად თქვენ ოქრომჭედელს შევკვეთეთ 10 გრამიანი ოქროს ნაკეთობის დამზადება და ამასთანავე ხელშეკრულებით აღვთქვით, რომ ამ ნაკეთობის დასამზადებლად 8 გრამ ოქროს მიაწვდით თქვენ, ანუ 8 გრამი ოქრო იქნებოდა თქვენი მასალა. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა ნაწყიდობის ხელშეკრულება, არამედ ნარდობის ხელშეკრულება, ვინაიდან მასალის ნივთის დასამზადებლად საჭირო მასალის არსებითი რაოდენობის გადაცემა მენარდისათვის მოხდა შემკვეთის მიერ. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ნაწყიდობის ხელშეკრულებასთან გვექნებოდა საქმე იმ შემთხვევაში, თუ თქვათ პირობითად 2 გრამის ოქროს გადაცემა მოხდებოდა შემკვეთის მხრიდან და არა ვთქვათ 10 გრამის და ასე შემდეგ. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნაწყიდობასა და ნარდობის ხელშეკრულებას შორის არის ის, რომ ნარდობის სახელშეკრულებო მოწესრიგება მოიცავს ასევე სამუშაოს შესრულების მიმდინარეობასაც, რასაც არ მოიცავს ნაწყიდობის ხელშეკრულება და ნაწყიდობაში ხელშეკრულება განსაზღვრავს მხოლოდ სამუშაოს შედეგს. როგორც ლექციის დასაწყისში აღვნიშნეთ და ვსაუბრობდით ნარდობის ხელშეკრულების განმარტებაზე, ვთქვით, რომ ნარდობის ხელშეკრულება ეს არის თავისი ბუნებით სასყიდლიანი ხელშეკრულება და ითვალისწინებს გარკვეული საზღაურის გადახდას. ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ეს მუხლი ჩემი სუბიექტური აზრია, რომ გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს ნარდობის ხელშეკრულების სასყიდლიან ბუნებას, ვინაიდან თუ კი პირდაპირ მნიშვნელობით განმარტავთ ამ მუხლს, მაშინ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იყოს სახეზე ისეთი გარემოება, როდესაც ნარდობის ხელშეკრულება იყოს არა ანაზღაურებადი, უბრალოდ არ იყოს ანაზღაურებადი. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული გარემოებიდან იკვეთება, რომ ნარდობის ხელშეკრულება შესაძლებელია მხოლოდ ანაზღაურებით, მხარეები ხელშეკრულებაში რომც არ შეთანხმდნენ ამ ანაზღაურებაზე, ანაზღაურება მაინც ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად. ახლა რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თქვენ მიდიხართ ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში და ითხოვთ, რომ დაგიმზადოთ ვებ გვერდი, ისე რომ არ უთანხმდებით მას საზღაურზე. ლოგიკურია ხო, რომ ვებ გვერდს უფასოდ არავინ არ დაამზადებს, სწორედ ამიტომ საზღაური უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით მხარეები არ თანხმდებიან სამუშაოს ღირებულებაზე, ამაზე კანონმდებელი აკეთებს დათქმას, რომ თუ ანაზღაურების ოდენობა ხელშეკრულებით შეთანხმებული არ არის, მაშინ ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი. ახლა რას ნიშნავს ეს სატარიფო განაკვეთი? მოდით მოვიყვანოთ მაგალითი, ისევ სამშენებლო კომპანიასთან მიმართებაში, ვინაიდან დღესდღეობით სამშენებლო კომპანიების უმრავლესობას და თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას აქვს წინასწარ დადგენილი სატარიფო განაკვეთი. პირობითად კვადრატული მეტრი სახლის მშენებლობა სიტყვაზე $900. ეს არის რა თქმა უნდა წინასწარ დადგენილი სატარიფო განაკვეთი და როდესაც პირი მიდის სამშენებლო კომპანიაში და ითხოვს სახლის აშენებას, ხელშეკრულებაში წინასწარ რომც არ გაიწეროს ამ სამუშაოს ღირებულება, მაინც ჩაითვლება შეთანხმებულად ის სატარიფო განაკვეთი, ანუ რაც თქვით წევან მაგალითის სახით კვადრატული მეტრის ღირებულება $900. შესაძლებელია მოხდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც არც ხელშეკრულებით ითვალისწინებენ მხარეები ანაზღაურების ოდენობას და არც წინასწარ დადგენილი სატარიფო განაკვეთი არსებობს. ამ შემთხვევაში არც ამ საკითხს ტოვებს კანონმდებელი ღიად და ამბობს, რომ თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ გამოიყენება ჩვეულებრივი ანაზღაურება. ჩვეულებრივი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, ეს ცოტა ბუნდოვანი ტერმინია, ვინაიდან ეს არ არის წინასწარ განსაზღვრული რაიმე ოდენობა თანხის, არამედ ესეც კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე არის შეფასების საგანი. მაგალითად, თქვენ მიხვედით სამკერვალო ატელიეში და შეუკვეთეთ მაისურის
შეკერვა ისე რომ ამ ატელიეს არ აქვს არც წინასწარ დადგენილი სატარიფო განაკვეთი და არც თქვენ შეთანხმებულ ხართ თუ რა ოდენობით განისაზღვრებოდა სამუშაოს ღირებულება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ ადგილიდან გამომდინარე იქნებოდა, ანუ ყურადღება მიექცეოდა იმ კონკრეტულ ადგილას გაბატონებულ საბაზრო ფასს და შესაბამისად თანხის განსაზღვრა მოხდებოდა იმ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული